მის მამას საყვარლის ლოგინში ვერ დაიცვალა, ხომ ასეა? გაზეთებში იწერა, ეს ყველა მიცის, დამალვას რა აზრი აქვს. რა მოხდა? მოსინ ბეის ვიღაც ქალი გადაეკიდა. მან ოჯახი მიადოვა და საცხოვრებლად იმ ქალთან გადავიდა. ერთ ღამეს კი ასე არ იყო იალჩინბეი. გაზეთები წერდნენ. ცნობილი ბიზნესმენი მუხსინ აქსალი საყვარლის ლოგინში ვერ დაიცვალაო. ლოგინში თუ სახლში ეგარავინ იცის. გაზეთებში ასე ეწერა და ხალხმაც დაიჯერა. მაშინ ონური 12 წლის იყო. ოჯახმა უმძიმესი დარტყმა გადაიტანა. ფერიდე ჰანიმმა ბევრი სიმწარე ნახა. ამაზე გაზეთები დიდხანს წერდნენ. ვინი ფიქრებდა, რომ მუხსინ ახსალსაც დაემართებოდა? ამაზე მოღარ ველაპარაკებთ. მიწის ნაკვეთის მეპატრონეს დაურეკე. თუ მოდის მოვიდეს. აქ ხომ არ დავაღამებთ. ხუსუნ, ბიჭს როდის ელოდებით? წარმომიდგენია ბურჰანბეის როგორ უხარია. ბოლოს და ბოლოს ნანატრის შვილიშვილი ეყოლება. რატომ წავიდა? რა მოხდა ასეთი რა ვთქვი? ბიჭი არ არის. გოგოს ველოდებით. Tom თქვენს ბიჭიაო. ალბათ ექიმში შეეშალა. Yanlışlık olmuş. რას ამბობთ, რა საწყენია? Niye üzüldün? საწყენი რა არის? Kız evlat değil mi? გოგო შვილი არ არის? Sizin de თქვენს გოგოები გყავთ. ნაიმე ჰანიმ. Allah თავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. ჯანმრთელი. yani senin de o. ბიჭი გყავს. Ama მაგრამ შესამბავს არ კითხულობს. kaldın ki. გოგოს საპატრონო გახდი. Ya. ასეა. doğru. მართალს ამბობს. Oğlum var ama. ბიჭი გყავს, მაგრამ მოსვენება არ გაქვს. Ay. საყვარელო. Ne bitmez silah. ასეთი რა დავაშავე. შეუგნებელმა ხალხმა ჩემზე უნდა იჭორაოს. Ay. ამას მოამბობ შვილო. Sen მათ ნათქვამს ყურადღებას მიაქცევ. შენი შურთ. rahmetli baba. ცხონებული მამა ჩემი ხშირად ამბობდა, ადამიანს სხვისი შური თუ მოკლავსო. Senin kıymetli. შურთ. ასეთი კარგი რომ ხარ. უგანიცდი. დედა. ასეთ სისულელეზე დერენი როგორ შეიძლება? Hadi git. დადი, ბერი დაიბანა. İkisi. ხალები შეეხება და სტუმრებთან ჩამოდი. რძალდე და მთელი გვერდი გვერდავსხლეთ. დამოდი. Şimdi gider. თორემ წავლენ და ამ ამბავზე ელაპარაკებენ. დამოდი შვილო. რადგნელი ყოფილა? რას გულისხმობ? დილიდან ლექციები გვაქვს, ძალიან დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია. რატომ გიკვირს, აქ დასასვენებლად ხომ არ დავდივართ? ყოველდღე ვერ მოვალ. ხანდახან გავაცდენ. გაფრთხილებ თუ გააცდენ, მშობლებში ეტყობინებენ. გააგებინებენ, როდის დაესწარი და როდის არა. მართლა? ხო, ზარდასრული ადამიანი ვარ, მშობელს რატომ ატყობინებენ? აქ ასე ხდება. სარეგისტრაციო ბარათზე მითითებულ პირს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდებიან და შეეტყობინებენ. ეგ არ ვიცოდი. სწავლის ხარისხზე ხომ უნდა იზრუნონ. ვეცდები ეს საკითხი ჩემს სიძესთან მოვაგვარო. დაველაპარაკები. როგორც გინდა. აქ სადმე ლუდი ხომ არ დავლიოთ? არა, შენდალია, ახლა ფული არ მაქვს. კარგი, რასონერ. წამოდი, მე დაგპატიჟებ. არა. წამოდი, მე გეპატიჟები. კარგი. ცხოვრება ძნელია. ამ ადამიანებს შეხედე. ჭიანჭველებს გვანან. შრომობენ და საკუთარი ოფლით ლუგმაპურს შეულობენ. მე და რა მალაპარაკებს? უსაქმურ საქმეზე რატომ ელაპარაკები? ალი ქემალ ეფენდი, გაზეთის კითხვას რომ დაამთავრებ, შემატყობინე და საქმეს მივხედოთ. არ გითხულობ, მამა, უბრალოდ გადავხედე. მითხარი რა გავაკეთო? დოკუმენტაცია ხომ უნდა შეგვემოწმებინა? მაგრამ შენ არაფერზე ფიქრობ. დაგავიწყდა არა? არ დამიწყებია მამა, შენს მითითებას ველოდები. განი ეფენდის სასწავლებელში დადის? დადის, ცოტა უჭირს, მაგრამ არ აცდენს. უჭირს არა? რატომ? პირველივე დღიდან პრეტენზიები გაუჩნდა?
არა, კურსებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. უბრალოდ ქალაქში მოძრაობა უჭირს. სამი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოს, ხომ გესმის? მართლა? ეს როგორ ვერ გავითვალისწინე? ბიჭს მანქანა სჭირდება. მანქანა? არა, მარტო მანქანა არ გმარა. მძღოლიც უნდა დავიქირაოთ. უჭირს ბიჭს. და არ მithქვამს მამა. თუ სწავლა გადაწყვიტა, კეთილი ინებოს და თავი შეიწუხოს. აქ რით მოდიხარ? სამარშრუტო ტაქსით? როგორც წესი მანქანით, მაგრამ დღეს შესაკეთებლად დავტოვე. შენ სამარშრუტოთი? უარეს დღეში ვარ ავტობუსით. ხანდახან ტაქსიში ჯდები, მაგრამ სახლი აქედან შორსაა, მგზავრობა ძვირი ღირს. სტამბოლში მანქანის გარეშე ძნელია. მამას უთხარი, გიყიდის. მამა არ მყავს, გარდაიცვალა. ძალიან წუხარ. დედასთან ერთად ცხოვრობ? არა, დედა ჩემი კაისერშია. ჩემს დასთან ვარ. ჩემი დის მამა მთელი ძალიან დიდარია, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც ავტობუსით მგზავრობა მიწევს. საშინელება. რა საქმიანობს? ტყავის ქარხანა აქვს. ტყავის? ესე იგი ერთი ტყავის ქორთუგი შენზეა. ტყავის ქორთუგი თვითონ არ მაქვს, ნახოთ იქნებ შენთვის მოვახერხო. თუ არ გჭირდებით წავალ, შეიძლება? დიახ, წაბრძანდით. გმადლობთ ხამი მშვიდობისა. ნახვამდის. ნახვამდის. თუ გინდა შენ წადი, გვიანია. არ მოჩქარება, დავამთავრებ და წავალ. ბავშვი გელოდება. ბავშვი ძაყავს. შენ შულს რა ქვია? კანი. კანი? დავამთავროთ, დღეისთვის საკმარისია. როგორც გნებავთ. მერე? ძიძას და ბავშვს ერთმანეთი უყვართ? დიახ. მე წავალ. ხამი მშვიდობის. ხამი მშვიდობისა. შეღრაზად. კანის მამა სადაა? დაიღუპა. როგორ დაიღუპა? ავტოკატასტროფაში. შეღრაზადის შვილი 1 წლის იყო. რას ამბობ? არავინ ხავს? შეღრაზადი მარტოა. მამა კიბოთი გარდაეცვალა. სკოლაში სწავლობდა, დედა რომ მოუკვდა. სხვა არავინ ხავს? ხოლო დასაკოვანი დეიდა. ანკარაშია. ისიც შეღრაზადის საპატრონოა. დეიდას პატრონობს? დიახ. მატერიალურად? დიახ. მისი გარდაცვლილი ქმრის მამა ძალიან მდიდარი კაცია, მაგრამ მკურნალობის ფული მან მისცა? რას ამბობთ? არც ერთი ქურუში. რატომ თუ მდიდარია? შეღრაზადზე დაქორწინების გამო იმ კაცმა თავისი შვილი უარყო. არც შეღრაზადი მიიღო. არც შვილი. დაუჯერებელია. შეღრაზადმა ამხელა თანხა სად იშოვა? იშოვა. მანქანა გაყიდა, მეგობრებისგან იცესხა. გაუჭირდა, მაგრამ შეაგროვა. ნახვამდის. შეღრაზად. რატომ არ მითხარი? რა? ფული შვილისთვის თუ გჭირდებოდა. არ დაინტერესებულ ხართ. მხოლოდ ის მითხარით, რომ ჩემმა გამბედაობამ გაგაოცათ. ახალმა თანამშრომელმა $150,000 რომ მოვითხოვე. შეღრაზად. ძალიან წუხარ, დამიჯერა. მაპატია.
ხან მშვიდობის.